მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. რა სწრაფად გადის ცხოვრება. დღეს უკვე 2025 წლის 14 სექტემბერია. ხოლო მე ისევ მახსოვს ჩემი თავი პატარა ბიჭად. უბრალო ბიჭი ვარ. და ცხოვრებაში ბევრი რამ მიკვირდა. სხვათა შორის ასეთად დავრჩი კიდეც. და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელმაც ასეთი რთული ცხოვრება გაიარა. თავისი ძალებით უმკლავდებოდა ბოროტ ადამიანებს. წინ მიდიოდა ყოველგვარი დახმარების გარეშე. ყველაფერი რაც მაქვს, ყველაფერი რაც მქონდა და განსაკუთრებით რაც ახლა გამაჩნია, ეს არის რწმენა ღმერთისადმი. ეს დაფუძნებულია ჩემს გამოცდილებაზე. სიმართლეს ამბობენ, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელსაც ამბობს ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, ასე 20 წლის. და ის სიტყვები, რასაც ამბობს ადამიანი, რომელმაც ცხოვრება გაიარა, მე უკვე 74 წლის ვარ, 75-ს ვხდები. ერთ შემთხვევაში ჟღერს მიამიტურად, ანუ ჩვენ უბრალოდ ვუსმენთ და ვიღებით. საიდან უნდა იცოდე შვილო, როგორ არის მოწყობილი ცხოვრება. და ის სიტყვები, რასაც ამბობს ჩემი ასაკის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაფიქრება და აქვს სურვილი ჭეშმარიტების შემეცნებისა. ყოველ შაბათსა და კვირას ვხედავ და ვსწავლობ მსოფლიოს უდიდესი ადამიანების ფიქრებს. ზოგიერთს ვეთანხმები, ზოგიერთს არა. ძალიან ბევრია ფილოსოფოსიც. და ისიც კი, ვინც საკუთარ თავს ღმერთად მიიჩნევს. დალაი ლამა. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მისი რელიგია კი დაფუძნებულია მოლეკულურ ფიზიკაზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა საოცრებაა ეს. დიახ. ყველა დიდი რელიგია, სხვათა შორის, რათა დღეს უფრო მშვიდად და მხიარულად გქონდეთ გული, სწორედ ამას ამბობს. არსებობს რეინკარნაცია. ანუ ჩვენ არ ვკვდებით. არამედ გადავდივართ ახალ მდგომარეობაში. როგორში? თუ მარტივად და სულელურად ვიტყვით. იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისთანაც მისაუბრია და ისინი მეუბნებოდნენ. ის შენ ტარაკნად გადაგაქცევს. არა, რა თქმა უნდა. ეს არ იქნება. რადგან ღმერთი ეს არის სიყვარული. და ის დამერწმუნეთ, წინგელით ყველაზე მთავარი და ყველაზე საინტერესო. ო, სწორედ ასეა. მე ყოველთვის ასე ვიწყებ ჩემს ქადაგებას. ვამბობ, მეგობრებო, თქვენ მოასწარით ღმერთისთვის მადლობის გადახდა სიცოცხლის ახალი დღისთვის? ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იქნებ ვერ გაიგოს. ის ხომ სამყაროს მეუფეა. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ სამყარო უსასრულოა. მაგრამ ის უსასრულოა, ეს დამტკიცებულია. და ამაზე ნობელის პრემია მიიღო უდიდესმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა, აინშტაინმა. და არა მხოლოდ მან. ხოდა? ის გაძლევთ ახალ დღეს. ვინ არის ის? როგორი არის ის? ღრუბლებში დაფრინავს? არა. ყველა ამბობს, რომ თავად ბიბლიაც ეს ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური წიგნია, რომ ღმერთი ეს არის სიყვარული. ანუ ის ისეა მოწყობილი, რომ აუცილებლად გაგიგებთ. მას ყველას გაგონება შეუძლია. აი არსებობს 8 მილიარდი. მათგან სამწუხაროდ 90% ასე თუ ისე ფიქრობს. იქნებ ოდნავ უფრო გონივრულად, ვიდრე ის ცხოველები, რომლებიც ყავს ოჯახში. ასეთი ცხოვრებაა. ასე ვცხოვრობთ. ხომ არსებობს ქვეყნები მილიარდიანი მოსახლეობით. აი მაგალითად ინდოეთში 2 მილიარდი ადამიანია. შეხედეთ, ისინი ბანაობენ წყალში. ეს მათთან რიტუალია, რომელშიც უკვე აღარაფერია ცოცხალი, რადგან ის საკანალიზაციო მილია. ზუსტად ისე როგორც ჩვენთან საქართველოში მდინარეები, რომლებიც მთებიდან მოდის და ზღვაში ჩაედინება.
ფაქტობრივად ესეც საკანალიზაციო მილებია. კვიპროსზე კი მათ პირდაპირ მიწით დაფარავდნენ, სანამ ზღვაში ჩაედინებოდა. მე ახალგაზრდობაში, როცა დედა კავკასიაში დამატარებდა, მახსოვს მდინარეები პირდაპირ ზღვაში არ ჩაედინებოდა. არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში მე ის არ მინახავს. არ მინახავს მდინარეები, რომლებიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა. ის მსოფლიოში ყველაზე ბინძურ ზღვად ითვლება. ეს არის შავი ზღვა. სამწუხაროა, რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე. და ჩემი კანონი, რომელიც ვცადე გამეტარებინა და ისევ გავატარებ. თუ ფიქრობთ, რომ ეს სწორია, მხარი დამიჭირეთ. რადგან 200 ელექტრონული ხელმოწერის არსებობისას შევძლებთ პარლამენტისგან მოვითხოვოთ მისი მიღება. მე ვთხოვდი, რომ ყველა თურქული ლაინერი, ძველი, ჟანგიანი, მოეშორებინათ, რადგან ისინი ანგრევენ მთელ ეკოსისტემას და ზღვა ხდება შეუფერებელი დასასვენებლად. ჩვენ დავკარგავთ მას. ეს არ შეიძლება. ეს ცუდია. ხო და აი ასე, ის გისმენთ, როცა ეუბნებით. გმადლობ უფალო. მე მიყვარხარ, იმიტომ რომ სიცოცხლის კიდევ ერთი დღე მაჩუქე. ხომ შეიძლება რომ ის არ წყობილიყო. აი დღეს მე ვისაუბრებ ჩვენი ბენეფიციარების სიკვდილზე. დღეს ერთი კარგი ქალი გარდაიცვალა. მან ვერ იცოცხლა. ყველაფერი ხდება. ხდება ისე რომ იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ღმერთის აზრები, არ ვიცით ჩვენი ბედი და ვერასოდეს გავიგებთ. ამაში აკიდეთ ცხოვრების მშვენიერება. მაგრამ რა თქმა უნდა მას ესმის თქვენი და როგორ ფიქრობთ, როგორ რეაგირებს? აი თუ თქვენ ორნი ეუბნებით თქვენს ცოლს ან შვილებს, თქვენ შვილს, მე შენ მიყვარხარ შვილო. ან თქვენს დედას ეუბნებით, როგორ მიყვარხარ? ან მამას, როგორ მოექცევა ის? რა თქმა უნდა ის მზად იქნება სიცოცხლე გაწიროს ამ სიტყვებისთვის. თუ ეს გაიგონა იმ ადამიანისგან, რისთვისაც მზად იყო სიცოცხლე გაეწირა. აი რომ მკითხოთ რომელიმე თქვენგანს, მზად ხართ სიცოცხლე გაწიროთ თქვენი შვილისთვის? დიახ, მზად ხართ. მე თვითონაც მზად ვიყავი, 100%-ით. ზოგჯერ წარმოვიდგენდი, მე ფანტაზიორი ვარ. წარმოვიდგენდი ასეთ ამბავს. ბანდიტები დაესხნენ თავს და აი ისინი ისვრიან და მეუბნებიან, ან შენ, ან შენი შვილი. იცით, მე არც კი გამჩენია ეჭვი. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს დავაყენებდი საფრთხის წინაშე. თქვენც ისეთივე ხართ, ალბათ კიდევ უკეთესიც. ამიტომ ეს ღმერთისთვის სასიამოვნოა და რა თქმა უნდა ის აუცილებლად გიპასუხებთ. ვერ იქნება ისე რომ არ გიპასუხოს ადამიანმა და მით უმეტეს ღმერთმა, რომელიც არის სიყვარული. იმაზე რომ თქვენ ის გიყვართ, სცემთ პატივს და ცხოვრობთ მისი მცნებებით, რომლებსაც ამ სამყაროში არავინ უარყოფს. მთელი მსოფლიო ამათი მცნების მიხედვით ცხოვრობს, რომელზეც მე მუდამ ვსაუბრობ. შეიძინეთ ბიბლია. ის ყოველთვის აქვს თითოეულ წარმატებულ ადამიანს, პრეზიდენტს, მილიონერს, მილიარდერს. არ მინახავს არც ერთი სასტუმრო. დამიჯერეთ, მე ვყოფილ ვარ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში, სადაც ოთახი ღირს $10,000, მაგრამ არ იყო არც ერთი ისეთი, სადაც საწოლის გვერდით ტუმბოში არიდო. რომელი წიგნი? ბიბლია. ყველაზე პოპულარული წიგნი მსოფლიოში. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ არ იპოვით მას იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენ წარუმატებელ ადამიანებს ვუწოდებთ, იმიტომ რომ მათ იქ არაფერი მოეწონებათ. მათ ექნებათ პროტესტი. ხო, რა თქმა უნდა. და აი, დღეს მე მინდოდა თქვენთან საუბარი იმაზე, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვამახსოვრდება. ჩემს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. იმიტომ რომ ცხოვრება კიდევ რამდენი დრო მაქვს? იქნებ 2 წელი, 10, ან იქნებ 30 წელი. არ ვიცი. როგორ გადაწყდება ღმერთის მიერ. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის დილით ვეუბნები ღმერთს, რომ მიყვარს იგი. და თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩემი ცხოვრება წარმატებულია და ხედავთ როგორ გამოვიყურები და რა განწყობა მაქვს, მაშინ ჩემი გზით იარეთ. ღმერთი ამას დააფასებს. რაც დღეს მახსენდება, დილით მე ყოველთვის ვაკეთებ ძლიერ ვარჯიშს, ცურავ 2 ან 3 კილომეტრს
დამოკიდებულია იმაზე, როგორ მიწყობს ხელს ჯანმრთელობა. და ვიხსენებ ადამიანებს, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ჩემს ცხოვრებაში. არ იყო ეს 1 საათი, როცა ვინანიებ ცოდვებს. იქ მაქვს მთელი ისტორია. თუ გინდათ შემიძლია მოგიყვეთ ჩემი ლოცვა. თუ ბევრი მსურველი იქნება, მე სრულად გავიმეორებ მას. მინდა გავემგზავრო, სანამ ისრაელში ვარ და ვერ ჩავაღწიე საქართველოში. რადგან როგორც ჩანს, იქ ძალიან არ უნდათ ჩემი ნახვა და რაღაც სისულელეების გამო ართულებენ საქმეს. არ მინდა ამაზე საუბარი. ეს პოლიტიკაა. მე კი პოლიტიკაში არ მოღვაწეობ. დიახ, მე ერთხელ ისე ვილოცებ, რომ ვინმეს ვთხოვ ტელეფონი დაიჭიროს, რათა თქვენ იცოდეთ, რაზე ვლოცულობ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში. ერთ-ერთი მათგანი საოცარი ადამიანი იყო. ქართველი ვახტანგიშვილი. ის ცხოვრობდა თელავში. და როცა 1986 წელს ატომური სადგური ჩერნობილში აფეთქდა, მე მაშინ არ მქონდა ერთი თეთრიც კი. მაშინ კიევის უნივერსიტეტში ვიყავი ლექტორი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ რექტორის მოადგილე გავხდი და უკვე ბევრი ფული მქონდა. დიახ, მე მისთვის არაფერი გამიკეთებია. ჩვენ არ გვქონია რაიმე სავაჭრო ფინანსური ურთიერთობა. უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი. მე დავეხმარე მის შვილს. შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, მას ავღანეთში აგზავნიდნენ და მე მყავდა ნაცნობის სამხედრო კომისარიატში. უბრალოდ ვკითხე, რატომ ის? მან ცუდად იცის ენა, ხოლო იქ სროლა, კომუნიკაციაა საჭირო. ანუ მე არ ვთხოვე არაფერი. არც გრთამი მიმიცია, როგორც ეს მიღებულია პოსტსაბჭურ ქვეყნებში. ასეთი არაფერი მომხდარა. და ის იმდენად ჩემი მადლიერი იყო, რომ მან გამგზავნა თუშეთში. უფრო მეტი სილამაზე. მე თუმცა არა. არ იქნება სამართლიანი. მინახავს ძალიან ლამაზი ადგილები. და რა უქნეს ადამიანებმა ამ ადგილებს? უფალო. მას სურდა ჩემთვის მოეცა თავისი ისეთი მადლიერი იყო, ისე ვუყვარდი. და ჩემი ოჯახი, 2 ბავშვი, ცოლი. ჩვენ რომ მივედით, არაფერი გაგვაჩნდა. არც კარგი ტანსაცმელი გვქონდა. არც ის ვიცოდით, რომ ის მთებში წაგვიყვანდა. მაგრამ მართლაც წაგვიყვანა და ჩვენ დავრჩით თუშეთში 2 თვით. ვერტმფრენით კვირაში ერთხელ. აი ფილმში მიმინო, სადაც დიდი ქართველი მსახიობი ტელეგრამებს ყრის. ჩვენ სწორედ იქ დავისვენეთ. ღია ცის ქვეშ ვიძინებდით გასაშლელ საწოლებში. ეს მართლაც საოცარი სილამაზე იყო. იქ იყო ყვავილებით მოფენილი მთის მინდვრები. მე ვისწავლე ჰერბარიუმების ბაფთებით გაკეთება. ხოლო ჩემი ბავშვები სათვალეებით დარბოდნენ და მეც მათთან ერთად. სილამაზე. არასდროს გამიტარებია ამდენი დრო ბავშვებთან, როგორც მანდ. საკვებიც ბევრი იყო და ღვინოც. მას ყოველთვის ჩამოჰქონდა თავისი ღვინო. მე არ ვთხოვდი რაიმეს, სხვათა შორის. მაგრამ იქ მართლა ვერაფერს იყიდდი, რადგან თითქმის არც ერთი მეურნეობა არ იყო. ცოტა ხნის წინ, როცა საქართველოში ვიყავი, 2012, 2013, 2014 წლებში, ვერტმფრენით გადავაადგილდებოდით და მოგვიანებით მინდოდა მენახა ის, რაც გუშინ იყო. არა, ის ახლა უკვე აღარ არის. რადგან იქ დაუშვეს ძროხების მწყემსვა. მათ შეჭამეს ყველა ყვავილი, რომლითაც მთელი მსოფლიო აღბრთოვანებული იყო. მაშინ თუშეთში რომ გადაგვეღო და ამერიკაში ან ინგლისში გვეჩვენებინა ტელევიზიით, გვპირდებით. სახელმწიფო ამით მილიარდებს მიიღებდა. მაგალითად, საფრანგეთი, იმით რომ ადამიანები ჩამოდიან. ახლა მთელი მსოფლიო მოგზაურობით ცხოვრობს. საფრანგეთმა 10 წლის წინ მიიღო 76 მილიარდი დოლარი, მხოლოდ ექსკურსიებიდან. დღეს მისი მრეწველობა დღეს ბევრად მეტია. ვერ იძლევა იმ დენს, რამდენსაც იძლევა ექსკურსიები და მოგზაურობები. რადგან საპენსიო ფონდები ძალიან დიდია. და ადამიანები, ძირითადად პენსიონერები, დასვენებულები არიან. ბედნიერად ცხოვრობენ. განსხვავებით ჩვენი ქვეყნისგან. ამიტომ ვარ შეშინებული. კარგი, ეს ცალკე საკითხია. ასე რომ,
ეს ადამიანები დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში. ყოველ დღე ვთხოვ ღმერთს, რომ ზრუნავდეს ვახტანგზე. როგორც მან იზრუნა ქალზე სახელად გალია, რომელმაც მომცა თავისი ბოლო 5 რუბლი. ის იყო მედდა, ხოლო მე დავკარგე 5 რუბლი, რომელიც დედამ მომცა რძის კონტეინერთან ერთად. გვერდით იყო რძის მაღაზია, მე მაშინ 7 წლის ვიყავი. ის ფული დავკარგე. ვიდექი ეზოში დავტიროდი. ვიცოდი, რომ არ ვიცი იქნების სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ მე ვიცნობ დედაჩემს, მეჭხუბებოდა. ხოლო მე ძალიან სინდისიანი ვიყავი. ვიტირე. ხალხი გვერდს მივლიდა. ზოგი თავზე მადებდა ხელს. არიტირო, არაფერი მოხდება. ყველაფერი კარგად იქნება. ყველა მიცნობდა. და აი მოვიდა გალია. მასთან თითქმის არ მქონდა ურთიერთობა. მოკრძალებული უბრალო ქალბატონი გახლდათ. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა. დღესაც ვიპოვიდი იმ ადგილს. მითხრა, რა გატირებს ლონია? უპასუხე, დავკარგე 5 რუბლი. ახლა არ ვიცი რა გავაკეთო, სახლში ვერ მივალ. ხომ არ გავიქცე? მან კი მითხრა, მოდი, ჩემთან წავიდეთ. ჩვენ შევედით მის სახლში. მახსოვს მისი ბინა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 70 წელი გავიდა. მაშინ ფრეონიანი მაცევრები არსებობდა. საშინელებაა, რადგან ისინი გაზზე მუშაობდნენ და ხშირად ფუჭდებოდნენ. პატარა იაფი მაცივარი იდგა მის სამზარეულოში და მის თავზე ედო 5 რუბლი. ის მაძლევს ამ 5 რუბლს და მეუბნება, იყიდე რძე და მიდი სახლში. ყველაფერი კარგად იქნება. და მე ყოველთვის ვიყავი, იცით, გამომძიებლად დავიბადე და ასეთად დავრჩი. მე სიღრმისეულად ვინტერესდები ყველა პრობლემით, რაც ხდება. ვკითხე მას, ეს თქვენი ბოლო ფული არ არის? აი ასეთი ადამიანი ვიყავი. არ ვიცი როგორი გავხდი, ეს თქვენ განსაზღვრეთ. ის მეუბნება, ბოლოა. და როგორი ცხოვრებთ? მისი ხელფასი 70 რუბლი იყო. და მხოლოდ 9 თვე გავიდა. მან მიპასუხა, არა უშავს. ვის ეცხებ? მე ვამბობ გპირდებით, რომ დაგიბრუნებთ. შემდეგ 2 თვის განმავლობაში ვაგროვებდი 20 კაპიკებს, რომელსაც დედა მაძლევდა სკოლაში სადილისთვის. ბიჭები მიზიარებდნენ თავიანთ ღვეზელებს. ასე გადავაგორე. 2 თვის შემდეგ დავუბრუნე მას ეს 5 რუბლი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მე ვიპოვე ის. ვერ წარმოიდგენთ ერთხელ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 40 წლის ასაკში პირველად ნახე $. და მაშინ დავიწყე მთელი დღის განმავლობაში მუშაობა. ღამით ვგეგმავდი როგორ გავხსნიდი ახალ მაღაზიებს. მაშინ მე მაღაზიებით ვიყავი დაკავებული. შემდეგ მქონდა სადაზღვევო კომპანია. მოკლედ, იდეა ბევრი მქონდა. მაგრამ მთავარი ბიზნესმენისთვის იდეები არ არის. იდეები მსოფლიოში მილიონია. მთავარი არის მათი განხორციელება. როგორ გააკეთო ისე, რომ მათ შემოსავალი მოგიტანონ. რადგან მაშინაც კი თუ კიოსკს გახსნი, ამ საქმით დაკავებული ადამიანი აუცილებლად კიდევ უფრო ღარიბი გახდება, თუ არ გაითვალისწინებს ხარჯებს. მას არ ექნება ბარაკა. ბიზნესმენი ცხოვრობს მოკრძალებულად და თვლის, რომ იგი ხარჯავს. რადგან მაშინაც კი თუ მისი შემოსავალი ტრილიონია, მაგრამ არ ითვლის თავის შემოსავალს და ყიდულობს იახტებს, თვითმფრინავებს. ყოველთვის ვინ იქნება? ღარიბი ბანკროტი. რადგან ბიზნესი საკუთარ თავზე კეთდება. დაიმახსოვრეთ, ვისაც უნდა ბიზნესმენი გახდეს. ხოლო ვინც დაინტერესდება ჩემი ლექციებით, თქვით. შევკრიბოთ დაახლოებით 50 ადამიანი და მე მოგიყვებით ბევრ მნიშვნელოვან რამეს. როგორ უნდა შეარჩიო ადამიანები და როგორ არ მისცემათ შესაძლებლობა მოგატყუონ. ასე რომ გალიასთვისაც გთხოვთ. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელისთვისაც, რომელიც მეხმარებოდა დისერტაციის დაცვაში. არა უბრალოდ დამეხმარა, მართლა გზამაჩვენა. ისეთი ჭკვიანი ადამიანი იყო, ფილოსოფოსი გრიგორი აბრამოვიჩი მატუსოვსკი. ხო, გალიას მე როცა ცხოვრება შემოტრიალდა. ფული. შემდეგ თანამდებობები, დეპუტატობა. ყველა ბიზნესმენს აუცილებლად ძალაუფლება უნდოდა. აი მიეცი მათ ძალაუფლება, მაგრამ რად უნდათ ეს ძალაუფლება? თუმცა ვერ დაარწმუნებ მათ. დააკვირდით, რას აკეთებს მას კი. ისიც დაკარგავს. ამერიკელებმა უკვე დღეს აჯობეს მას მანქანების წარმოებაში. ის კი ცდილობს როგორც ყველა დიდი ბიზნესმენი, სურთ გახდნენ პრეზიდენტები ან კიდევ ვინმე სხვა. მოკლედ, ის კარგავს ბიზნესს. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. და კიდევ ერთი ისეთივე მდიდარი ადამიანი. მის გვარს ვერ ვიხსენებ.
მან იყიდა ყველაზე ცნობილი კინოსტუდია ამერიკაში, ჰოლივუდში. ის წარმატებულია და მუშაობს გაყიდვებზე. აი ეს ყველაფერი, როდესაც თქვენთან შეკვეთები მოაქვთ, ეს მან მოიფიქრა და სრულყოფილებამდე მიიყვანა. დღეს ამ ვერტმფრენებით ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება მიიტანონ თქვენი შეკვეთა. ის ცხოვრობს ძალიან მოკრძალებულად. რა გვარისაა? ბეზოსი, ხო. მე მახსოვს ეს ადამიანები. მე ვიხსენებ მათ. სამწუხაროდ უფრო ხშირად, ვიდრე მამას, რომელიც არასდროს მინახავს. ვნანობ, რომ ვერ წავედი მის დაკრძალვაზე, მაგრამ ის პოლარული წრისიქით იყო, ხოლო მე უნდა მემსახურა ქვეყნისთვის. სულელი ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვლებოდა, რომ არა ჯარი, რადგან ჯარამდე ჩემთვის მხოლოდ ციხე იყო. აი ასეთი იყო ჩემი ხასიათი. ყოველთვის პროტესტს ვიჩენდი ყველაფრის მიმართ. მასწავლებლები ვერ მიტანდნენ. ეზოში ყველა ბებოს ვძულდი, რადგან მე ყოველთვის ვამბობდი და ვაკეთებდი იმას, რასაც სწორად ვთვლიდი. და მე ვიპოვე გალიას შვილი. თვითონ გალია, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო იმ დროისთვის. გავიგე, სად არის მისი საფლავი. ეს ბიჭი ძალიან ამაყი ადამიანი იყო. ფული საერთოდ არ ჰქონდა. იქ პატარა მემორიალი იყო და მე ვთხოვე. მან მომცანება, რომ დამედგა იქ. გაბრო, არსებობს ასეთი გრანიტი, ძალიან ძვირი. სწორედ უკრაინაში ამზადებენ მას. მე დავაგე ფილა, რომელზეც დავწერე. გალია დეიდას, კიევის მადლიერი მერისგან. მაშინ მე დედაქალაქის მერი ვიყავი. ამაზე ხმამაღლა არავისთვის მithქვამს. ახლა კი როცა ბევრი წელი გავიდა, იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის მეორე მამა იყო. ასეთი სულ 6 ან 7 იყო. რა თქმა უნდა დედა, რა თქმა უნდა ჩემი ძმა და 2 და, რომლებიც 2 და 3 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. დედა ჩემი 14 წლისაც გახდა პირველად დედა. ის გააუპატიურა ან უფროსმა, რომელიც ციხეში იყო, ან კაგებემ. მაშინ რეპრესიები ხდებოდა. ხოლო ბაბუა ჩემი ბიზნესმენი იყო. მას თევზი ბარნაულიდან ჩამოჰქონდა. საშინელი ისტორია. ერთხელაც ამის შესახებ მოყვებიან, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი ადამიანი სტალინმა მაპატიეთ. შეიძლება საქართველოსთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან არა. კომუნიზმმა რამდენი ადამიანი მოკლა. ეს უბრალოდ საშინელებაა. ისინი მიწაში ცოცხლად დამარხეს. მე ეს შემთხვევები, რომლებიც ბევრი არ არის, მახსოვს. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. სხვადასხვა გზით. მაგრამ მე მათ აღარ ვიხსენებ. მე არ მახსოვს მათი სახელები და კონკრეტულად რა გააკეთეს ჩემთვის არ მახსოვს. ამიტომ მინდა გავამხილო საიდუმლო მათთვის, ვინც ეხმარება ფონდს და ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც უჭირს. მინდა მოგიყვეთ ისტორია, რათა გაიგოთ, რატომ შევქმენი ფონდი. ახლა ხშირად ვკითხულობ ძველ აღთქმას. და იქ არის ერთი პერსონაჟი. მინდა რომ მასზე ვისაუბრო. მოკლედ, ბავშვობაში მყავდა ადამიანი, რომელიც მამას მინაცვლებდა. ის ძალიან მამაცი, ლამაზი ახალგაზრდა გახლდათ. ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 40 წლის, რომელიც საბჭოთა კავშირში ბევრს მოგზაურობდა. უყვარდა საქართველო და დედის სამშობლო. უყვარდა ციმბირი. ის საუბრობდა ცისფერ ტბებზე, თევზებზე, რომლებსაც მარტივად იჭერდა. მასთან ერთად მოგზაურობდი რეზინის ნავით. უკრაინაში ასეთი ცოტა იყო. ჩვენ დავისვენეთ ოსკოლზე. ასეთი მდინარე არსებობს. საშინლად ცხელოდა. ხედავდი, როგორ დარჩნენ ხვრელები
მდინარემ უკან დაიწია და მხოლოდ ხვრელები დარჩა, რომლებშიც ბევრი თევზი იყო. და ისინი რომ გადარჩენილიყვნენ, ზევით ხტებოდნენ. არ ვიცი რატომ, თუმცა ეს ყველაფერი მახსოვს. დაუჯერებელია. იმ სუფთა ხევში ბევრი ქორჭილა იყო. წყალი იმდენად თბილი არ იყო, მაგრამ თევზები აქტიურობდნენ. იქ ვნახეთ უამრავი ქორჭილა. ედიკმა თევზის დასაჭერად ბადე მოიმარჯვა. ჩვენ მანდ 2 თვე დავისვენეთ. ის მე როგორც თანასწორს ისე მეკცეოდა. აი ასეთი უნდა იყოს მამა. ის ჩემთან აბსოლუტურად ყველაფერზე თავისუფლად ლაპარაკობდა. მეთამაშებოდა, მაგრამ ეს რაღაც უფროსების თამაშები იყო. თუმცა მე ის მიყვარდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანი. მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი იყო. და ის იწყებს ქორჭილების დაჭერას. დგას. არავინ დასწრებია ამ სანახაობას. 1000 ასეთი ქორჭილა იყო. პატარები, დაახლოებით ასეთები. უყურებდნენ, ვინც იცით, ეს ფერადი პატარა ნივთია კუდით. და უცებ ამოვიდა ყველაზე დიდი, ყველაზე ლამაზი, დიდთვალა ზოლიანი ქორჭილა. ჰოდა დღეს. მაშინ მე უბრალოდ ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რატომ იღუპებიან პირველები ყველაზე ძლიერები, ყველაზე ლამაზები. დღეს კი მე ამას ვხვდები. ისინი, ვინც ცდილობენ გზა გაიკვალონ, კარგავენ წლებს. ჩვეულებრივ, პირველები იღუპებიან ყველაზე გონიერები და ლამაზები. მაგრამ ამას მე დღეს მივხვდი. მაშინ მე მიამიტი ბიჭი ვიყავი. უბრალოდ მსიამოვნებდა იმ ხევის სილამაზე. ჰოდა იყო ერთი პერსონაჟი, რომელსაც ედიკთან ვასოცირებდი. მას მოსე ერქვა. ეს სახელი ხსმენიათ. მას აშორებდა მხოლოდ რამდენიმე თვე იმისგან, რომ გამხდარიყო ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს მეთაური. ეს იყო ეგვიპტე. მაშინ მთელი მსოფლიოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. აი დღეს 8-9 მილიარდია. უკვე არ ვიცი. რადგან ინდოეთში, ჩინეთში უკვე აღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი დაიბადა. ის მიატოვეს. ებრაელი იყო, მაგრამ არ იცოდა თავისი ეროვნება. დედამ კალათში დატოვა. არ მიატოვა, არამედ კალათში ჩააწვინა და ნილოსზე გაუშვა. დაიპოვა იგი ფარაონის უძველესმა, უფროსმა და ყველაზე საყვარელმა ქალიშვილმა. ფარაონმა კი ის შვილად მიიღო. მან ისი შვილა. ბავშვი ითვლებოდა ფარაონის შვილიშვილად. და რადგან ფარაონს გვარში მამაკაცები არ ყავდა, მხოლოდ ქალიშვილები, ბევრნი. მაშინ ქალებს ადამიანებად არ მიიჩნევდნენ. მას უნდა ეხელმძღვანელა ამ ქვეყანათი. ეგვიპტეში 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ეს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მცხოვრები მოსახლეობის 2/3 იყო. წარმოგიდგენიათ რა მასშტაბია. სხვათა შორის, სწორედ ებრაელებმა აუშენეს ეს, რა ქვია, სამკუთხა ნაგებობები, უზარმაზარი საფლავები, იმიტომ რომ ისინი ქმნიდნენ ტექნოლოგიებს და ყველაფერს. მას ეშინოდა მათი ქვეყნიდან გაშვება. მაშინ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ებრაელები იყვნენ თუ არა. მოკლედ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, სწორედ ისინი აშენებდნენ პირამიდებს. და მოსე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, 25 წლის, სილამაზით გამორჩეული, კუნთებიანი, მდიდრულად შემოსილი, ოქროში. ქალები გიჟდებოდნენ მასზე. და რა თქმა უნდა, ისიც კოცნიდა მათ, ეხუტებოდა. ცხოვრობდა როგორც სურდა, ჭამდა როგორც სურდა, იცვამდა რასაც სურდა. ადამიანები კი როცა ის მიდიოდა, მიწაზე ეცემოდნენ თავდახრილნი. ისინი გამოხატავდნენ მის და მეასეთ აღფრთოვანებას. ის ფაქტობრივად უკვე თითქმის უნდა გამხდარიყო მთელი ეგვიპტის პრეზიდენტი. მაშინ ამას ფარაონი ერქვა. ერთ დღესაც ის მიდიოდა და დაინახა, როგორც ცემდნენ ერთ ღარიბ კაცს.
ტანსაცმელი თუ ეტყობოდა სიღარიბე. პატარა სუსტი ებრაელი იყო. და სცემდა მას ვინმე უბრალო კი არა. მთელი ეგვიპტის მთავარი ზედამხედველი. ეს საბჭოთა კავშირის მარშალის დონეა. ფეხებითაც კი ურტყამდა, რადგან ის კაცი უკვე მთლად მტვერში და ჭუჭხში ეგდო. და როცა მოსემ დაინახა, რომ ადამიანს კლავდნენ, აი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ყოველთვის გამოვდიოდი და დღემდე გამოვდივარ მკვლელობებისა და ომების წინააღმდეგ. ის თავს დაესხა ამ ძველს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იცოდა. იცოდა, რომ ამისთვის მოკლავდნენ. რადგან მთავარი კგბ-ს უფროსის მოკლა არ შეიძლებოდა. ან როგორც საქართველოში ეწოდება, სუსი, ან უკრაინაში სბუ. მოკლედ, მნიშვნელოვანი ფიგურა, მინისტრი. ორჯერ დაარტყა თავში. და ამით დასრულდა იმ მორალური ნაწილის, იმ სადისტის სიცოცხლე. ებრაელი წამოდგა, მთლად მტვერში, ჭუჭხში, სისხლში. და მოსე დგას. ხოლო ის ეუბნება. შენ, უკანასკნელი ნაბიჯვარი ხარ. მოკლედ, ყველა სიტყვით მოიხსენია. არ ვიცი მაშინ ეგვიპტეში იყო თუ არა მაგარი გინება. მაგრამ, რაც შეიძლებოდა, ყველა უხამსი სიტყვა უთხრა. შეაფურთხა კიდეც. მთელი მისი გვარი დაწყევლა. ყველაფერი, იმიტომ რომ იცოდა, კარგად გაუსწორდებოდნენ, რადგან გადარჩა. არ მოკლავდნენ, მაგრამ დაასახიჩრებდნენ. და მოუხდა მოსეს გაქცევა, იმიტომ რომ დღეს თუ იმათ ფოტოებს აკრავენ, ვინც ძებნაშია, მაშინ ინფორმაციას სიტყვიერად ავრცელებდნენ. მოსეს ყველა ცნობდა, ამიტომაც ის გაიქცა ადგილას, რომელსაც მედიამს ეძახდნენ. იქ შევიდა მწყემსების ოჯახში, როგორც ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში. და იქ ნახა ლამაზი გოგონა, დაქორწინდა მასზე. ყავდა 8 შვილი, ან 7, სხვადასხვა წყარო არსებობს. ის მომხიბვლელი იყო. ვინც მას ხედავდა, ყველას უყვარდა, არა სილამაზის გამო. უბრალოდ ასეთი კარგი ადამიანი იყო. და მაშინაც კი როცა ის თავის ცხვრებს უკან სახლში ეხმობდა, ისინი მასთან გარბოდნენ. არც ერთ მგელს არ გაუბედავს, თუნდაც ერთი ცხვრის შეჭმა. იმიტომ რომ ის ყველას უყვარდა. მაგრამ ერთხელ მის გვერდით ბუჩქი აალდა. არაფერი უცნაური, სიცხეა, უდაბნო. მაგრამ იმ ბუჩქის ფოთლები მხოლოდ მწვანე იყო. ბუჩქი ყვავილობდა და მთელი ცეცხლის ალში იყო. სწორედ იქიდან მოისმინა პირველად ღვთის ხმა. უფალმა უთხრა მას, გადადი შვილო. შვილო ალბათ არ უწოდებდა, მოსემაც კი არ იცოდა ვინ იყო იგი. მიდი და უთხარი ფარაონს, რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ არა ის, იმიტომ რომ ყველა ეგვიპტეში 50 მილიონი ადამიანი მას ღმერთად თვლიდა. და თვითონაც ასე მიიჩნევდა თავს. მიდი და უთხარი, არსებობს ღმერთი. თუ გააგრძელებ სისულელეების გავრცელებას და ილაპარაკებ, რომ შენზე უნდა ვილოცოთ, მე გაგანადგურებ. რა თქმა უნდა, მოსეს თავში იყო ფიქრები, როგორ შეაღწევდა ოქროთი, ალმასით, ვერცხლით მორთულ სასახლეში. მაშინ ვერცხლი ძალიან ძვირი ღირდა. მაგრამ ის მაინც წავიდა და შევიდა მაშინვე, ზედმეტი საუბრის გარეშე. ის მწყემსის სამოსით დაბრუნდა. მოვიდა ეგვიპტეში. მას უკვე არავინ აქცევდა ყურადღებას. ყველასთვის სულ ერთი იყო, კარგს აკეთებდა თუ ცუდს. მაგრამ პირველი დასკვნა უნდა იცოდეთ. ადამიანები არასოდეს არავისი მადლიერები არ არიან. რაც არ უნდა კარგი საქმე გაუკეთოთ. დაიმახსოვრეთ. აი რატომ გავხსენი ფონდი? არა იმისთვის, რომ თქვენ ხელებსა და ფეხებს გიკოცნიდნენ. არამედ იმისთვის, რომ თქვენი სული ღვთისთვის გაიხსნას სიყვარულით ადამიანებისადმი, რადგან ისინი ღმერთს გვანან.
ჩემი ფონდის მიზანი არ არის მთელი საქართველოს გამოკვება. ეს შეუძლებელია. მსოფლიოს არც ერთი ფონდი ამას ვერ წამოიწყებდა, იმიტომ რომ მაინც ყველა მოიპარავდა. ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, მაგრამ მე პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ. მინდა მხოლოდ ერთი რამ ვთქვა. მადლობას არ უნდა ელოდოთ. მაშინ ეს აღარ არის ღვთის საქმე. შენაკეთებ ამას იმისთვის, რომ საკუთარი თავი აიმაღლო. გგონია შენ ასეთი დიდი ხარ, ვინმეს რაღაც მიეცი. შენ არავინ ხარ. მე რა რომ რაღაც მიეცი. აბა არ უნდა მიგეცა? კი თუ არა, ეს ჩემი საქმე არაა. მაგრამ ფონდი ერთადერთი მთელ საბჭოთა კავშირში, უზარმაზარ ტერიტორიაზე, დედამიწის 1/6-ზე. სხვა ფონდი არ არსებობს, გარდა იმ ფონდისა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. მე ძალიან ბედნიერი ვარ. მას 13 წელი შეუსრულდა. ის ყველაფერს ისე აკეთებს, რომ თქვენ გინდათ, მიდით. ჩვენ ვაძლევთ მისამართს, პრობლემა არ არის. მაგრამ მიზანი არის ის, რომ თქვენი ლოცოთ მაინც, რათა სხვების ტკივილი საკუთარ ტკივილად აღიქვათ. მაშინ მე დიდი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ასეთად არ ვთვლი. რა უბრალო ბიჭიც ვიყავი, ისეთად დავჭი. და ის მოვიდა. ფარაონმა მიიღო იგი. და უფალმა მას ხელში პატარა სვეტი მისცა. რასაც შეეხებოდა, სასწაულები ხდებოდა. და რათა თავისი მეფობა გაეძლიერებინა, მან ყველა მცხოვრების შეკრიბა, რომ ეჩვენებინა მათთვის, რომ ის იყო ღმერთი. და არა ეს, რომ მოვიდა და ყვება. ფარაონმა მიიღო იგი, თუმცა არ შეეძლო არც მიიღო, იმიტომ რომ იქ იმ დარბაზში იღებდნენ მხოლოდ ყველაზე ცნობილ ადამიანებს მსოფლიოში, სხვადასხვა მეფეებს. ყველაფერი ოქროში იყო, ძალიან მდიდრული. თითქოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო უბრალო ფერმერი თელავიდან, აი ასე იყო. და მოსემ უთხრა, აი ღმერთი, ის ჩემს გვერდითაა. და შეთანხმდნენ, რომ თუ ფარაონის ხალხმა ვერ გაიმეორა ის, რასაც მოსე გააკეთებს, ის გასცემს ბრძანებას და გაათავისუფლებს მათ. მაშინ ებრაელები 600,000 შეადგენდნენ. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ებრაელები იყვნენ. და მთლიანობაში 3 მილიონმა ადამიანმა დაუჯერა მოსეს. მათ შორის 2,400,000 არ იყო ებრაელი. დანარჩენები კი ებრაელები იყვნენ. და დაიწყო შეჯიბრი. ისინი მივიდნენ ნილოსთან. ეს მდინარე 70,000 კილომეტრს ითვლის. ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მსოფლიოში. მოსემ დაარტყა მას და ის სისხლად გადაიქცა. ყველამ, რაც მასში იყო ცოცხალი, ამოვიდა ზედაპირზე და რა თქმა უნდა მზის სხივების ქვეშ იქ უსიამოვნო სუნი გაჩნდა. მდინარის ახლოს ყოფნაც კი შეუძლებელი იყო. უფალმა მოწამლა ყველა წყარო, რაც კი იყო, ყველა ტბა, ყველა მდინარე, რომელიც ეგვიპტეში იყო. აი ასე. გამოგზავნა კალიები. მინახავს კალიები. მომისვინეთ, როცა საქართველოში ჩამოვედი, პირველი რამ რაც დავინახე, სასწაული იყო. კალიების შემოსევა ქართულ ველებზე. ღმერთო, რა დიდი ხარ. მე ვნახე ეს სასწაულები, თუმცა ამაზე არ მინდა ვისაუბრო. მინდა მხოლოდ გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში მრავალი სასწაულის მომსწრე ყოფილ ვარ. მაგალითად, მან აღადგინა ისეთი დაავადებები, რომლებიც ეგვიპტეში დიდი ხანია აღარ არსებობდა. მოვიდა ჭირი, ტუბერკულოზი. უფალმა მომცა ასეთი იმუნიტეტი. ომის შემდეგ დავიბადე. ომის შემდგომ პერიოდში. ჯერ კიდევ სადგურზე ეყარდნენ ადამიანები, რომლებიც შიმშილისგან გაბერილები იყვნენ. კარგი მეგობრებო, ამით დავასრულებ. ვინც კი ჩემი მოთხრობის ეს ნაწილი მაინც მოისმინა, ბევრ რამეს გაიგებს. ის შეიძენს ბიბლიას. დაიჯერებს. იმედი ექნება. ეყვარება. შეეშინდება. მიენდობა ღმერთს. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ვაგრძელებ. შემდეგ ლაპარაკის ძალა აღარ მქონდა. ცოტა შევისვენე.
ყავა დავლიე, სიგარეტი მოვწიე. შემინდა უფალო, მაგრამ ძალიან ცოტას ვეწევი. დღეში 6 სიგარეტს. დიახ, მინდა რომ ამით არ დავამთავრო. ვინც ბოლომდე მომისმინა მაგარია და დარწმუნებული ვარ ამ ადამიანის ცხოვრება შეიცვლება. და რა თქმა უნდა ვთქვა ისიც, რომ დასახმარებლად ნამდვილად არიან ადამიანები. ღმერთმა ეს შესაძლებლობა თქვენ მოგანიჭათ. მე კი შესაძლებლობა ვიხილო, როგორ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს დახმარება, ვინც სხვის გაჭირვებას გრძნობს. დიახ, ბევრნი მოდიან. ზოგი პროდუქტს მოიტანს, ზოგი სხვა რამეს. მადლობა ღმერთს, დამიჯერეს, რომ ფული ხელში არ უნდა მისცენ. რადგან სხვაგვარად ეს ციგნობას დაემსგავსება. ყველა ვინც 99.9%-ია იმ ადამიანებს შორის, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. მათ აქვთ მანკიერება. აუცილებლად აქვთ. ვიღაც ცოტა გონზე არაა, ვიღაც სვამს, ვიღაც კი ნარკოტიკებს იღებს. როცა 2012 წელს ჩამოვედი და საქართველოს მოქალაქე გავხდი, ძალიან გავრცელებული იყო დაავადება C ჰეპატიტი, სასიკვდილოსენი. და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა ამ დაავადებით. ხოლო დღეს საქართველო მსოფლიოში პირველ არასაპატიო ადგილს იკავებს ნარკომანების რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მივედით. და პირველი ადგილი მსოფლიოში უბრალოდ ვერ გავიგე. რეგიონში აზერბაიჯანი, სომხეთი, სხვა ირანი, მსოფლიოში ნარკოტიკების ტრანზიტის მხრივ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან ვიღაც დგას, რადგან ახლა ქვეყანაში წამლებითაც კი ვერ ჩამოვდივარ. იმიტომ რომ რაღაც ასეთი მოიგონეს. რისთვის? მე ხომ პირველად როცა ჩამოვედი, წამლები მქონდა თან, სპეციალური სტიკერებით. სამწუხაროდ ასეთი დაავადება მაქვს. ნერვიულობის ნიადაგზე ჩამომიყალიბდა ტკივილის სინდრომი. საიდან მოდის ეს ტკივილი, არავინ იცის, მაგრამ ასეთ დიაგნოზებს სვამენ. საქართველოში ეს წამლები არ არსებობს, ხოლო ესპანეთში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უროლოგიური ცენტრი მდებარეობს. მათ ჩაატარეს კვლევა და მითხრეს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარ. მაგრამ ტკივილი მაინც არსებობს. დავიწყე შეკითხვების დასმა, ეს საერთოდ როგორ ვლინდება მეთქი. მაშინ ქალი მაჩვენეს, რომელსაც თირკმელის ტკიოდა. ისეს ტკიოდა, რომ უბრალოდ ჭკუიდან გადაყავდა. მათ უთხრეს, გესმით, თქვენი თირკმელები სრულიად ჯანმრთელია. ქალი პასუხობს, არა, ისინი არ არის ჯანმრთელი. სიცოცხლე არ შემიძლია. მე თავს მოვიკლავ, თუ არა მომაჭრით ამ თირკმელს. ამოკვეთეს მას თირკმელი. 1 წელი დადიოდა და იტანჯებოდა. თირკმელი მოკვეთეს, მაგრამ ტკივილი დარჩა. სწორედ აქ იწყება ამ დაავადების განვითარება. მქონდა ერთი უბრალო სტიკერი, რომელიც 1 კვირა მყოფნიდა. მაგრამ სწორედ ამის გამო ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. წარმოიდგინეთ, მე, სამგზის პარლამენტის დეპუტატი, 2-ჯერ კიევის მერი, აქეთ-იქით მატარეს. არა, სინამდვილეში ძალით არავინ არ დამატარებდა, ეს არასწორია. მაგრამ როგორც დამნაშავეს, ისე მიღებდნენ სურათებს. მოკლედ, უკიდურესად დამამცირეს. მაგრამ იმ დროისთვის უკვე ვეღარ ვგრძნობდი თავს. მენდეთ, რაც ღმერთმა მომცა და ყველას არაძლევს. ერქვას რჩეული. დავივიწყე, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვიყავი. პირველ რიგში მე დიდი ცნობადობა მქონდა უკრაინაში. უზარმაზარ ქვეყანაში. 99%, ანუ ჩემი სახელი ქვეყნის ყველა კუთხეში იცოდნენ. როცა ვერტმფრენით მივფრინავდი, დნესტრის გვერდით არის ერთი პატარა მდინარე. ისეთ ადგილზე, სადაც საერთოდ არავინ ცხოვრობს. იჯდა ერთი მეთევზე, თევზაობდა, შევეკითხე, რა სიჭირდა და მან მე სახელით და მამის სახელით მომმართა. ვისაუბრეთ. შემდეგ ვერტმფრენით ოდესაში გავფრინდი. იმ დროს ჩემთან ერთად იყო ოდესის უნივერსიტეტის რექტორი. ისიც დეპუტატი იყო, როგორც მე წარსულში. მოკლედ, იმას ვამბობ, რომ კარგი, უბრალოდ მოვყევი რა ხდება. ახლაც მინდა ჩამოსვლა. უკვე 9 წელია წერილობით ვკონტაქტობ სამინისტროსთან. რა სჭირდებათ, რა დასკვნები უნდა.
მაქვს დასკვნა. ისრაელში მხოლოდ ერთი ადამიანი, აკადემიკოსი, ტკივილების მიხედვით, რომლებსაც მე ვგრძნობდი. კიდევ 3 აკადემიკოსი პარიზიდან. ასევე ესპანეთიდან. ისინი ამტკიცებდნენ. ამას ეწოდება აპოსტილი. სასამართლოებში. ყველგან, ყველანი. და ისე ვიწყება ხანგრძლივი პროცესი. ახლა მინისტრმა უკვე უარი თქვა იმაზე, რომ მან მომცა საბუთი, რომლითაც შესვლა შეიძლება. ამბობს, ახლა ამას საბაჟო უწყება განიხილავს. ახლა მე 9 წელი საბაჟოსთან უნდა ვიქონიო მიმოწერა. რატომ არ სურთასი ძალიან ჩემი დანახვა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სისტემა გამართულად მუშაობს და არ მინდა წამოსვლა. მე შინია დავტოვო აღთქმული ქვეყანა. ჩემი ყველა წინაპარი მამის ხაზით აქ მოისწრაფოდა, ხოლო მე ასე უცებ წამოვიდე. ამიტომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ როგორც ყოველთვის ვიბრძვი ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებს გაუმარტივდეს ცხოვრება. მომცემენ ნებართვას, რადგან თუ დავიწყებ გამოსვლას და ლაპარაკს, რომ ისინი ასეთ რაღაცებს აკეთებენ, ვინ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ არ მინდა პრობლემები საქართველოსთვის. ამიტომ ასეთი პრობლემა არ არსებობს, დაივიწყეთ. ბოლოს რითაც მინდოდა დამესრულებინა. თუ თქვენ უყურეთ ამ მომენტამდე როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, იმიტომ რომ უკრაინაში მაინც იწყებს მოქმედებას ჩემი საქველმოქმედო ცენტრი. ის უფრო დიდი იყო ვიდრე საქართველოში. მაშინ კვებავდით უსახლკაროებს, მკურნალობდით, ტანზე და ფეხზე ვაცმევდით. ღმერთო, რა აღარ გავაკეთე მათთვის. მხოლოდ ხელში არ ამიყვანია. და იცით, ესეც დამამახსოვრდა. ყოველ კვირას, რათა ჩემი ბავშვები გამოჯამრთელებულიყვნენ. მეც იქ მივდიოდი. როგორც მითხრა მღვდელმა, დავსაუბრობდი. 60 ადამიანი იკრიბებოდა იმ დარბაზში და სანამ ისადილებდნენ, უნდა მოესმინათ ჩემი საუბარი. მე ვეკითხებოდი მათ, რა პრობლემები ჰქონდათ. მუშაობდა თუ არა საშხაპე, როგორ მუშაობდნენ საპირფარე შოები. თვითონ დავდიოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი. და დამამახსოვრდა ერთი ბიჭი. მაშინვე მივაქციე ყურადღება, ძალიან მიმზიდველი ადამიანი იყო. მეუბნება, შეგიძლიათ დამეხმაროთ. რა გჭირს? იმიტომ რომ ყველა ძირითადად ნაბახუსებს გავდნენ. თანაც სხვადასხვა ადამიანები მოდიოდნენ. ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობ. ყოფილი მინისტრებიც კი იყვნენ და სხვა უამრავი. არ არსებობს არც ერთი დასკვნა მსოფლიოს უდიდესი პროფესორებისგან, რომელიც ახსნის, ადამიანები უსახლკარონი როგორ ხდებიან. ისინი ვეღარასდროს გამოვლენ ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ისინი ადამიანები არიან. ისინი ადამიანები არიან და არა ძაღლები ან კატები. მათ საკუთარი ფილოსოფია აქვთ. მათ შორის კარგებიც და ცუდებიც არიან. მათაც უყვართ, მათაც ყავთ მეგობრები. მათ შესახებ კიდევ ბევრს გიამბობთ. ამით დღემდე ვცხოვრობ. მახსოვს ის ბიჭი. დანარჩენებზე მოგონებები გაუფერულდა. მან მითხრა, რომ ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა. უამრავი კოსტიუმი მქონდა, რომელსაც აღარ ვიცვამდი. ყველა ძვირადღირებული იყო. $1500 ნაკლები არც ერთი კოსტიუმი არ ღირდა. ბრიონის ახალი კოსტიუმი მქონდა. არის ასეთი ფირმა, დიდრებმა იციან. მეორე დღეს შაბათი იყო თუ კვირა, მივუტანე ეს კოსტიუმი. ფეხსაცმელით ძალიან ძვირადღირებული მქონდა, შეკვეთით დამზადებული. ჩემს თვალწინ ჩაიცვა პერანგი და კოსტიუმი. დაახლოებით $5000 ღირებულების ტანსაცმელი ეცვა. არ მახსოვს მადლობა თუ მითხრა, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიცვალა. ადამიანები, ვისაც ეს საკუთარი მე არ გააჩნიათ, ძალიან ძვირადღირებულ ნივთებს რომ ჩაიცვამენ. შეიძლება ამას რაღაც შინაგანი ღირსება დავარქვათ. ეს ნივთებიც კი ასეთ ადამიანებს რომ აწვიათ, ტომარასავით გამოიყურება. მაგრამ ის მინიმუმ პრემიერ-მინისტრი იყო. მართალია მეორე დღეს ის უკვე აღარ მოვიდა. თავის სამყაროში წავიდა. არ ვიცი რომელი სამყარო იყო. კანონიერი ქურდების სამყარო, ან შესაძლოა ინჟინერი გახდა. არ ვიცი. მაგრამ სხვათა შორის ზოგიერთმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა. ის დამამახსოვრდა. ხატვა რომ შემეძლოს დავხატავდი კიდეც. ასეთია ჩემი მოგონებები. რა თქმა უნდა, სასწაულებიც ხდება. სასწაულად მიმაჩნია რაც მოხდა. საქართველოში კურდღლების გასამრავლებლად უზარმაზარი ცენტრის აშენება რომ მინდოდა.
მაშინ სააკაშვილმა 10 ჰექტარი მიწა გამომიღო. დიდხანს არ მივდიოდი. მერე წავედი. ვიფიქრებ ნახავ და ავაშენებ. არც ისე ძვირი ჯდებოდა. ჯერ არანაირი ცენტრი არ იყო მანდ. იქ რომ ჩავედი, კალიების შემოსევა იყო. თითქოს მესმოდა კიდეც როგორ ჭამდნენ ისინი ფესვებს. მათ შემდეგ კი მხოლოდ შავი მიწა რჩებოდა. ჩემს მერსედესზე, აი ის წვიმის დროს მინა საწმენდები რომ არის, ვერ აშორებდნენ. საშინელება იყო. მანქანას შემოესივნენ. მხოლოდ ის მახსოვს რომ ბევრი ქორი იყო. ისინი ჭამდნენ და ტურები. მათთვის ნამდვილი კეიფი იყო, რადგან გემრიელი კალია მაინც ხორცია. ერთხელ ვნახე, როგორც ამბობენ, ხილვა არისო. თბილი ოკეანის წყლებში კუნძული დავინახე. ისეთი ლამაზი იყო. მეგონა მას ვეღარასდროს ვნახავდი. 3 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი თითოეულ ხეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ამბობენ ეს მირაჟია. მე კი ამის დაჯერება არ შემიძლია, რადგან ვხედავდი თითოეულ ხეს. ისიც კი დამამახსოვრდა ლიანები რაფერიც იყო. მერე კი უფალმა შესაძლებლობა მომცა რომ წავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა ეს ყველაფერი. უკაცრიელი კუნძულები, წარმოუდგენლად ლამაზი. კუები. წარმოიდგინეთ 3 ჩემნაირი, 75 კილოგრამი წონის ადამიანი. ზედ შევდგებოდით. ის კი დგებოდა და გზას განაგრძობდა. ბალახს ჭამდა. ისეთი ძლიერი იყო. სპილოსებრი კუები. სხვადასხვა სასწაული მინახავს, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ახსნაც შეუძლებელია. მაგალითად, ედიკი რომ დამატარებდა. ბოლოს ერთს ვიტყვი, სასწავლებიდან რაც ვნახე, ყინულძვრა რომ იწყება. მან წამიყვანა. ეს იყო აპრილის ბოლო ან შუა რიცხვები. ჭუჭყიანი თოვლი, ყინულის ნატეხები. ყველაფერი ნაცრისფერი, ჭუჭყიანი იყო. უცებ დავინახე, რომ შუაში დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრზე. ცეცხლიანთია. წყალში გავრბოდი. ეს პატარა კუნძული იყო. ჩრდილოეთის დონეცი ადიდდა. ეს კი ველური ტიტები იყო. სხვა დროს აღარ მინახავს. ერთმანეთთან ახლო-მახლო იზრდებოდნენ. ცეცხლში იყო გახვეული 300 მეტრი. რაც შეეხება კალიებს, ამის მერე დავასკვენი, რომ საქართველოში ბიზნესით არასდროს დავკავდებოდი. თითქოს ეს ჩემთვის ხილვა იყო. დიდება უფალს, რადგან დღესდღეობით ეს ძალიან რთულია. პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ. გთხოვთ, ხელში თანხა არავის გადასცეთ. გადაუხადეთ საბანკო სესხი. გადაიხადეთ გაზის და ელექტროენერგიის საფასური, რათა ბინიდან არ გამოყარონ. ბანკები ხომ გაგიჟება შეიძლება. ადამიანები რას არდებენ? აი როგორ შეიძლება ბანკმა სესხი მისცეს ადამიანს, რომელსაც კაპიკი არ გააჩნია. შემდეგ კი ბინები დაყრიან მათ. საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობენ. ეს საშინელი სურათები გაჩვენეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, ერთად რას მივახციეთ. თქვენ სულით გრძნობთ ბევრ პრობლემას, რასაც მე გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, ბევრი უკმაყოფილოა, ვისაც ფული უნდა. ისინი რომ მოგმართავენ, ფიქრობენ, რომ მე მაშინვე მივცემ უამრავ ფულს. ამ დროს არც კი ვიცი რა დაიწყება. არც კი ვიცი. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ არსებობენ ბავშვები, ვინც მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა. არის ბავშვი, რომელიც მაღალი ძაბვის სანძაზე ავიდა და დაიწვა. სად იყვნენ მშობლები? მთლიანად დაიწვა. დავწერეთ მის შესახებ, მისი განკურნება მოახერხეს. ბევრია ასეთი შემთხვევა. თუ ნახთ ფულს აძლევთ, თქვენ პასუხისმგებელნი ხართ ბავშვებზე, მოხუცებზე, რომლებსაც საღი აზრი არ გააჩნიათ. ისინი კი უყურადღებოდ რჩებიან, რადგან საქართველოში გართობა უყვართ. აიღებენ ნახთ ფულს, შეკრიბავენ მეზობლებს და მე შენ პატივს გცემ, შენ მე პატივს ვცემ, სულ ესა. არ დაგავიწყდეთ დაურეკოთ თქვენს მშობლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისინი თქვენს ზარს ელოდებიან. მათ მთელი ცხოვრება დაგითმეს, თქვენ კი ისინი დაივიწყეთ. უბრალოდ გაესაუბრეთ, მათ სურთ თქვენი ხმის გაგონება. უფალი შეგვეციოს, არ დაგავიწყდეთ ბიბლიის შეძენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაიწყეთ მისი კითხვა, ეს ისეთი მარტივი და ამაღელვებელია.
იქ ყველაფერს წაიკითხავთ. ღირს თუ არა ბიზნესი რომ წამოვიწყოთ. როგორ უნდა მოექცეთ ადამიანებს და როგორები არიან ადამიანები. ყველაფერს წაიკითხავთ. წარმატებებს და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. ნახვამდის.